აღმოჩნდება თუ არა ლევან ვარშალომიძე ოკუპანტების ტყვეობაში. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კვლავ ყაზახეთში ყავთ დაკავებული. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით ვარშალომიძე რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს. საუბარია მოსკოვიდან გაგზავნილ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს. რას აკეთებს ივანიშვილის მთავრობა იმისათვის, რომ ვარშალომიძის ექსტრადირება არ მოხდეს ოკუპანტ სახელმწიფოში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კითხვებს არ პასუხობს. გიორგი კვიჟინაძე მუშაობს თემაზე, ისახლა ფორმულას ეთერს უერთდება. გიორგი, გისმენთ. გიორგი, საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან ვარშალომიძის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს და უცნობია რა ღონისძიებებს ატარებს. მთავარი დიპლომატიური უწყება იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც შესაძლოა რუსეთში ექსტრადირდეს, არ მოხდეს ეს პროცედურა და ის საქართველოში დააბრუნოს. გავრცელდა ინფორმაცია ლევან ვარშალომიძის დაკავებასთან დაკავშირებით ყაზახეთში, მაშინ როდესაც ის აეროპორტით ცდილობდა ქვეყნის ტერიტორიის დაატოვებას. საინტერესოა ის, რომ რუსეთის ფედერაციას, ოკუპანტ ქვეყანას ლევან ვარშალომიძე ძებნილთა სიაში ყავდა შეყვანილი და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და როგორც ამას ნაციონალური მოძრაობის წევრები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ლევან ვარშალომიძის დაკავების მიზეზი გახდა რუსეთიდან გაგზავნილი ინფორმაცია, რომ ის თითქოს და იღებდა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. ახლა შესაძლოა ლევან ვარშალომიძის სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე იმ ფონზე, იმ შემთხვევაში თუ მოხდება მისი ექსტრადირება ყაზახეთიდან ოკუპანტ ქვეყანაში. ბუნებრივია, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ამ საქმეში ჩართული არის უკრაინული მხარე, უკრაინული ხელისუფლება, რადგანაც მათ არ აქვთ იმედი და მოლოდინი იმისა, რომ ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმი დაიხსნის საქართველოს მოქალაქეს. ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს პუტინის რუსეთის მოთხოვნით საზღვარზე. მას პრობლემები შეექმნა იმის გამო, რომ პუტინის რუსეთს ყავს მტრად გამოცხადებული და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, იმიტომ რომ ლევან ვარშალომიძე არის საქართველოს პატრიოტი, ის უკრაინაში არის მაღალ თანამდებობას და ამ ასე ვთქვათ მისი საქმიანობით ცხადია ჩვენი სახელმწიფოს მტრის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, იმოქმედებს დარწმუნებული ვარ ყოველთვის და შესაბამისად იმის იმედიც მაქვს, რომ ყაზახეთის ხელისუფლება რუსეთს არ დასწრებს ვარშალომიძეს, იმიტომ რომ მას ფაქტობრივად სიცოცხლის ჯანმრთელობის საფრთხე დაემუქრება იმ შემთხვევაში, თუ პუტინის რუსეთს და პუტინს ჩაუვარდა ხელში. ლევან ვარშალომიძეს, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით აჭარისთვის და ბათუმისთვის, მის ექსტრადიციას ითხოვენ რუსები, ბევრ სხვა პატრიოტ საქართველოს მოქალაქესთან ერთად. ის არის შეყვანილი სიაში რუსეთის ფედერაციის მიერ, როგორც ძებნილი. ამ სიაშია პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ახლა რუსების სახელით უკვე საპატიმროშია. ამ სიაში არიან გენერლები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გენერლები, როგორც არის მამუკა ყურაშვილი, რომელმაც გაამართლა ჩვენი ქვეყანა ჰააგაში. ამ სიაშია ბევრი სხვა საქართველოს პატრიოტი, მაგრამ ამ ხელისუფლების იმედი რომ არ შეიძლება გქონდეს, ეს ძალიან კარგად ვიცით და ამიტომ ჩართულია ამ საქმეში უკრაინული მხარეც, რომ ოკუპანტ სახელმწიფოს მტერს არ გადასცენ საქართველოს მოქალაქე. ლევან ვარშალომიძე გახლავთ ნაციონალური მოძრაობის წევრი, წარსულში იყო აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, შემდგომში კი ის დაინიშნა უკრაინაში საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელად. ლევან ვარშალომიძე იმყოფებოდა ყაზახეთში და ის აეროპორტით ცდილობდა ქვეყნის ტერიტორიის დაკავებას, რა დროსაც სამართალდამცველებმა ის შეაჩერეს და მოხდა მისი დაკავება. როგორც ცნობილია და ამ დროისათვის გვაქვს ინფორმაცია, მისი დაკავების საფუძველი გახდა ყაზახეთისთვის რუსეთიდან გაგზავნილი ინფორმაცია, სადაც ოფიციალურ დაკავების მიზეზად ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით სახელდება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის. ახლა ჩვენ ვესაუბრეთ ლევან ვარშალომიძის კიდევ ერთ თანაგუნდელს, რომელს კომენტარი შეგვიძლია მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. ინფორმაცია გვაქვს, რაც ცნობილია ზოგადად, ეს არის ის, რომ ყაზახეთში ჩაფრენისას დააკავეს ლევან ვარშალომიძე რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით. რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ლევანზე, უკრაინისთვის პოლიტიკური და საკონსულტაციო დახმარების გაწევისთვის და აყვანილი ადვოკატი ჩართულია
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩემი ინფორმაციით მინისტრის საქმის ყურშია, ასევე ჩართულია უკრაინის მხარე უმაღლეს დონეზე და რა ვიცი ველოდებით რომ მაქსიმალურად ადრე მოხდეს ლევანის განთავისუფლება. გვაქვს იმედი რომ უახლოეს დროში ეს ასე ვთქვათ დავარქვათ ინციდენტი საქართველოს და ყაზახეთის ურთიერთობაში რომ დროულად ამოიწურება. თქვენ ახლა ისმენდით ანთაძის კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ ინფორმირებული არის როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და უწყება მისი თქმით ჩართულია ამ პროცესში, ასევე უკრაინული მხარეც არის ჩართული იმისათვის, რომ ლევან ვარშალომიძის ექსტრადირება არ მოხდეს ყაზახეთიდან რუსეთში. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ექსტრადირება, არ არის გამორიცხული, რომ ლევან ვარშალომიძის სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე, რადგანაც რუსეთის ფედერაციას მის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი საქმე აქვს აღძრული და ძებნა იყო გამოცხადებული. ეს გიორგი კუჟინაძე იყო პირდაპირ ეთერში.